ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა ვესაუბროთ გიორგი ბაჩიაშვილის და გავიგოთ გიორგი ბაჩიაშვილის ოჯახის პოზიცია, მისი დედა მარინა რამაზაშვილი შემოგვიერთება ახლა პირდაპირ ეთერში. საღამშვიდობისა, ქალბატონ მარინა, დიდი მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. მე მაინტერესებს რა იყო თქვენი პირველი რეაქცია, როდესაც აი ამ განცხადებას კითხულობდით, რომ თითქოს თქვენმა შვილმა ყველაფრის ორგანიზება გააკეთა იმისთვის, რომ მასზე თავდასხმა მოეწყო. თავად მას გაეკეთებინა ეს და ამისთვის ციხეების ადმინისტრაცია და პატიმარი დაიქირავა თუ დაარწმუნა ამაში. განცხადება ყველამ ვიცით, წავიკითხეთ, ახლაც გქონდა სიუჟეტში და თქვენც იცით ამ განცხადების შესახებ და მე მინდა თქვენი გამოხმაურების შესახებ მაყურებელს თავად მოუთხროთ. მოგესალმებით. იცით რა ბოლო დროს უკვე არაფერი აღარ მიყვარს. და გაყურებული ვარ, ახლა ძალაუფლება მქონია პატიმარს საქართველოში, როდესაც შეუძლია რომ საჭირო აღსრულების სისტემის მთელი ვერტიკალი დაიმორჩილოს, თავის ნებაზე წაიყვანოს, გადმოაყვანინოს სხვა საჭირო აღსრულების დაწესებულებიდან პატიმარი, რომელიც მალე თავისუფლებაზე უნდა გასულიყო და ამ პატიმარმაც თავისუფლების სანაცვლოდ სავარაუდო დანაშაულია ეს კიდე მოახდინა მასზე დაგეგმილი ძალადობა. უბრალოდ ყოველგვარ ფანტაზიას სცილდება ეს და არ ვიცი, ფანტაზიაში ძალიან შესრულები არიან ალბათ ამისი მომგონებლები. ქალბატონ მარინა, მაგრამ მეორე მხრივ ჩვენ ვხედავთ თელ წყებას კანონდარღვევების, უკვე ფორმალურადაც არ იცავენ ამას, საერთოდ არ აინტერესებთ რას იფიქრებს საზოგადოება, მათ სხვა მიზნები აქვთ. ყველა მიცის და ვერავინ დაიჯერებს იმას, რა ვერსია შესთავაზე საზოგადოებას და ეს თავადაც ძალიან კარგად იციან, უბრალოდ ეს რაღაცისთვის სჭირდება. ჩვენ ვხედავთ, რომ არაფერს ითვალისწინებენ აბსოლუტურად, ყველაფერს არღვევენ და ვხედავთ რამხელა ინტერესია ივანიშვილის მხრიდან გიორგის მიმართ. რა ხდება, შეგიძლიათ თუ არა ივარაუდოთ, რამდენად დიდი საფრთხის ქვეშ არის ახლა თქვენი შვილი? მე არ ვიცი, ჩემი შვილი საფრთხის ქვეშ 2 წელიწადია არის თითქმის. და ეს საფრთხე დღითიდღე უფრო ნათელი ხდება და ლუსტრირებული ხდება. არ ირირებიან არც მის წამებას, არც მის ცემას, არც მის გამოყენებას, არც მისთვის ყოველგვარი ინფორმაციის შეზღუდვას, ოჯახის წევრებთან ურთიერთობას. რა ვიცი, რა უნდა მოიფიქრონ, კიდე ამაზე მეტი, კიდე რა უნდა გაუკეთოს ბატონო ლიზინამ, რა უდევს თავში და რისთვის ხდება ეს ყველაფერი ვერ გავიგე მე. მე ვერ გავიგე რა არის ამისი ძირეული მიზეზი. არ ვიცი. საწავლიყვას ბოლო გახსნას კარტებით მითხრას თავისი მიზანი რა უნდა და არ ვიცი, ეგება ნათელი გახდეს საზოგადოებისათვის მისი სურვილების არსი. კრიპტოვალუტის მიღმა შეიძლება კიდევ რაღაც ინტერესი იყოს, უკვე შურისძიებაც, პერსონალური შურისძიებაც იმდენად წინ არის, რომ მხოლოდ აი ამ აღზრულ საქმეებს არ უკავშირდება თქვენი აზრით? მე ვფიქრობ, რომ ეს ასეა, იმიტომ რომ თუ ადამიანს, როდესაც მას სხვა პირებთან უნდა რამე გარიგება, ის ამ გარიგებაზე მიდის ალბათ ელაპარაკება წინასწარ და არა ის, რომ იჭერდეს ციხეში, აწამებდეს, 2 წელი დაძდებდეს და არ ეუბნებოდეს რა უნდა მისგან. ჩვენ ნახეთ დედაქალაქის მერის განცხადება, რომელმაც თქვა, რომ გიორგი ბაჩიაშვილი ჩამოყვანილ იქნა უცხო ქვეყნიდანო. ეს თლიან წინააღმდეგობაშია იმასთან, რასაც ამბობდა სუსი მანამდე. ეს როგორ აღიქვით თქვენ, რაღაც მიზანმიმართულ განცხადებად, შიდა რაღაც დაპირისპირების გამოვლინებად თუ წამოწდენად? იცით, კალაძე იმდენად ჭკვიანია, რომ არ მგონია, რომ ორჯერზე ისეთ რაღაცა წამოწდეს. მას ან უნდა ამის თქმა, ან დაავალეს ამის თქმა, ვერ გეტყვით რაშია საქმე რეალურად, არ ვიცი, ფაქტია, რომ ყოველ შემთხვევაში ეს ამბავი დაადასტურეს, რომ ის მოტაცებული იქნა და ძალისმიერად იქნა ჩამოყვანილი. ასევე დღემ გუშინდელი ამ პრეს-რელიზიდან გამოვლინდა, რომ მათ დაადასტურეს, რომ
მართლანაცემი იყო გიორგი და თან ამაში ჩარეული იყო მთელი საჩერახსულების ვერტიკალი. ხომასია პრინციპში ეს მაგრამ თავისი გაკეთებული საქმე ეს დაადასტურეს. ამაში აქტიურად არიან ჩართულები ევროპის და ამერიკის სხვადასხვა დონის ინსტიტუტები და იქიდანაც მოდის გამოხმაურება. არ ვიცი ახლა როგორ მოარითი აწოდებენ თავს ქვეყანას, ასევე თავის კოლეგებს უცხოეთის სახელმწიფოებს და მათ ლიდერებს, რომ ასეთი გაუმართლებელი და სასწაულებრივად ასე ვთქვათ ძალადობრივი ქმედებები ხდება ღიად მაგათ ქვეყანაში. ვის ეძრებიან, ვის უნდა ამით დაუმეგობრდნენ, ვის აწონებენ ამით თავს, მე ვერ გავიგე. რაღაც საჩვენებელ დასჯებს და საჩვენებელ საქმეებს აკეთებენ გიორგის სახით სხვა ქვეყნებს რო აჩვენონ, ასე მგონია, აი რა მაგრები არიან. აი ვერ გავიგე თვითონ გიორგისთან რა უნდა, მე მგონი გიორგი რაღაც უკვე ის არის რაღაც იდალივით არის როგორც აი ნიმუში რო რა შეიძლება გაუკეთოს კაცს და ყველაფერს მასზე ექსპერიმენტებს ახორციელებენ რა გითხრათ მე რა. ეს საინტერესოა რაც ახლა თქვი და ჩვენი საუბრის მიწურულს მინდა მაინც შევეხოთ. ჩვენ წინა ინტერვიუს დროსაც შევეხეთ ამას და თქვენ აფრთხილებდით სხვებს რომ ივანიშვილთან საქმის დაჭერა არ ღირს და ჩვენ ნახეთ ძალიან მძიმე ფაქტები, ხო? მას შემდეგ თავიანთი გუნდის წევრების მიმართ როგორ იქცეოდნენ და როგორ ძალადობდნენ ან ადამიანი აგერ საერთოდ გაურკვეველია კიდევ რა მოხდა მაგალითად რიჟვაძესთან დაკავშირებით ამ მიმართულებით თუ დაამატებდით რამეს ვიდრე დაგემშვიდობებით. კი ბატონო, მე ერთ ვიტყვი იმას რომ პრინციპში არც ერთი ინსტიტუტის თანამშრომელი იქნება, ხელმძღვანელი იქნება თუ ვინმე, საბჭოთა ახალობა იქნება თუ სხვა ინსტიტუცია იქნება, დღეს არ არის გარანტირებული, რომ ხვალ მას არ შეეკერება საქმე. იმიტომ რომ დღეს მათი ხელით გააკეთეს ის, რაც გააკეთეს გიორგის წამებასთან დაკავშირებით, რომელიც რა თქმა უნდა ეს არ იყო არც დრაგის საქმე და არც იმ ციხესუფლების საქმე, რომელიც მანამდე დაიბარა გიორგი და უთხრა რომ შენი ანგარიშები გაუხსენიო ბატონ გიორგი ბატონ ბიზნესო და ხვალ კიდე გაწირეს აგერ სამსახურიდან მაგრამ თუ კი მათ დაუმტკიცდება და ისინი დაამტკიცეს ესე იგი რომ თანამონაწილენი იყვნენ გიორგის ძალადობის პროცესისა, მაშინ ისინი ალბათ უნდა გასამართლდნენ კიდე სხვასია რა. ეს ხო არ არის მარტო რაღაცა დააშავეს სემენტი ამ შეკერილი საქმის ფარგლებში დაიჭერენ კიდეც. აუცილებლად. ან სხვა რაღაცა საქმეს გააკეთებინებენ მათ ეს საქმე დახზე იქნება შემოდებული როგორც ყველა დღეს დიდი თანამდებობის პირის რაღაცა საქმე აუცილებლად შემოდებული აქვს რისიც ისინი მანიპულირებენ ასე ვთქვათ თოჯინების თეატრის ძაფები ასევე ძახემი ამ ყველაფერს. ხო და ის კუკლავოდი არ ვიცი ქართულად რა ქვია მართავს ამ ყველაფერს ძალიან აგრესიულად. დიდი მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. ხო შემიძლია დავადასტურო ჩვენი წინა საუბრის შემდეგ არაერთს აუხდა ის რასაც თქვენ ამბობდით რომ შიგნით მარინა რამაზაშვილი გიორგი ბაჩიაშვილის დედა იყო ჩვენი გადაცემის სტუმარი. დიდი მადლობა მონაწილეობისთვის.